ველში. მე ვკითხე. მასწავლებელო, როგორ შექმნა ღმერთმა სამყარო? მან მიპასუხა: ღმერთმა სამყარო თავისი სიტყვით შექმნა. მაშინ ვკითხე: სიტყვა ქმნილებაა თუ შემოქმედი? ჩემი კითხვა ეს იყო: ღვთის სიტყვა არის შემოქმედი თუ ის ქმნილებაა? თვითონ სიტყვა შეუძლებელია იყოს შემოქმედი. მაგრამ სიტყვა არის ალლაჰის ერთ-ერთი თვისება, რომელიც დაუსაბამოა მასთან ერთად. ალლას დროში არ შეუძენია საუბრის უნარი. ისლამის მწამში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომ სიტყვა, ანუ ღვთის სიტყვა არ არის ქმნილება. ის არ შექმნილა დროში. ღმერთს სიტყვის უნარი არ შეუძენია დროში. აქედან გამომდინარე, წმინდა ყურანი არის ალლაჰის სიტყვა. და წმინდა ყურანი არ არის ქმნილება. ის დაუსაბამოა ალლაჰთან ერთად. აქედან გამომდინარე, მოსაუბრე ცდილობს დააგოს მახე, რითაც თეოლოგიური განათლების არ მქონესს აღიარებინებს იესოს დაუსაბამობას. ან პირიქით აღიარებინებს, რომ სიტყვა არის ქმნილი. აქედან ცდილობს გამოიჭიროს ვინმე. და როგორც თვითონ ყვება, სასწავლებელში თავისმა მასწავლებელმა პასუხი ვერ გასცა. არ ვიცი რა დონის განათლების იყო ეს პიროვნება, თუმცა ამ საკითხზე პასუხის გაცემა არის მარტივი და ისევ ამის პასუხი ყურანში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ადვილად ვიპოვოთ. იესო ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ იესო ყურანში მართლაც ალლაჰის სიტყვა არის ნახსენები. ეს არის მეოთხე სურას 171 აიათი, სადაც თქვამია, რომ ვეკელიმეტუჰუ ელყაჰა ილა მერიემ. ის არის მისი სიტყვა, ანუ ღმერთის სიტყვა, რომელიც მიჰმადლა მარიამს. იმის შესაძლებლობა თუ რა იგულისხმება ამ ფორმულირებაში, ისევ ყურანს უნდა მივმართოთ. და ალი იმრან სურას, ანუ მესამე სურას 59 აიათში ვკითხულობთ, რომ ინ მესელე ისა ინდალლაჰი კემესელი ადემ, რომ ჭეშმარიტად იესოს მაგალითი ალლაჰის წინაშე არის ადამის მაგალითის მსგავსი. ხალაყაჰუ მინ თურაბინ, ის მიწისგან გააჩინა. თუმმა ყალა ლეჰუ კუნ ფეიკუნ, შემდგომ მას უთხრა იყავი და ისიც შეიქმნა. ნახე, ადამიც ღვთის სიტყვის შედეგად მას უთხრა იყავი და ისიც შეიქმნა. ღვთის სიტყვის შედეგად გაჩნდა. ჩვენთვის უკვე ცხადი ხდება, რომ ფორმულირებაში მისი სიტყვა იგულისხმება სიტყვა იყავ. და მას მოყვა შედეგი გაჩენა კონკრეტული არსებისა. ამ შემთხვევაში იესოს გაჩენა. აქ იგულისხმება უშუალოდ სიტყვა, რომელიც წარმოთქვა ღმერთმა. და რა იყო ის სიტყვა, რაც ღმერთმა წარმოთქვა? ეს არის სიტყვა იყავ, იქმენ. და არა უშუალოდ ამ სიტყვის შედეგი იესო. მას არ წარმოთქვამს იესო, მან თქვა იყავ. აქედან გამომდინარე, ალლაჰის სიტყვა არის უქმნელი და დაუსაბამო, ხოლო ამ სიტყვის შედეგი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იესო არის ქმნილი, რომელსაც აქვს დასაბამი და დასასრული. წინააღმდეგ შემთხვევაში იგივე სიტყვის სხვა შედეგების უქმნელად აღიარება მოგვიწევს, რომლებიც ღვთის სიტყვით იყავ, შეიქმნენ. თუ ვინმე იტყვის, რომ მაშრა საჭირო იყო იესოს ალლაჰის სიტყვად მოხსენება, თუ მეტი განსხვავება არ არის, ჩვენი პასუხი იქნება ასეთი, რომ ეს არის ღვთის წინაშე მისი პატივისა და ყადრის გაცხადება. წმინდა ყურანში მსგავსი ფორმულირებები ხშირად ხდება.
რომელთა ქმნილებაშიც არავის არ ეპარება ეჭვი. მაგალითად, ნაყეთულლაჰი, ალლაჰის აკლები. ერდულლაჰი, ალლაჰის დედამიწა. ბეითულლაჰი, ალლაჰის სახლი. და მსგავსი ფორმები ყურანში ხშირია, რომლებიც ნათქვამია ისეთი არსებების შესახებ, რომელთა ქმნილობაში არავის არ ეპარება ეჭვი. ისევ მეოთხე სურას 71 აიათში, სადაც იყო ნათქვამი სიტყვა მისი, იქ ასევე არის ნათქვამი, რომ სული მისგან. განა ყველა სული მისგან არ მოდის, აქ რა აუცილებელია დამატებითი განმარტება. ყურანში იგივეს ვკითხულობთ ადამიანის შესახებაც. فإذا سويته ونفخت فيه من روحي როდესაც ის გამოვსახე, გამოვზერწე, მე მასშტაბერე ჩემი სული. ერთი ბრძანებს. მე-15 სურას 29 აიათში. მაშინ ეს მიგვითითებს იმაზე, რომ იესოსა და ადამიანს შორის განსხვავება არ არის. იმასაც ღმერთის სული და ყველა არსების სული ღმერთისგან მოდის, ხო?